მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, მათ საქართველოს შეუერთდა. ევროპის მოედანზე შეკრებულ საზოგადოებას სიტყვი დღეს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სკვერს ტოლერანტობის სკვერის სახელი მიენიჭება. თარიღი საზოგადოებას პრეზიდენტმაც მიულოცა. ამასთან ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც გამოეხმაურა და საკვირაო ქადაგებისას ყურადღება სხვადასხვა კონფესიებისა და ეროვნული წარმომადგენლების შემწყნარებლობაზე გაამახვილა. უფრო ვრცლად გიორგი მაზბიშვილი გიამბობთ. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დღეს საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მე მინდა გითხრათ, რომ თბილისი და ზოგადად საქართველოს იმიგრირებული ცხოვრობდა, რომელსაც უცხო იყო რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. და თბილისისთვის ყოველთვის იყო ორგანული უმცირესობების პატივისცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერის თქმით, ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ტოლერანტობის სკვერი ეწოდება. მთავრობის ხელმძღვანელის ამ ინიციატივის განხილვა დედაქალაქის საკრებულო რამდენიმე დღეში დაიწყებს. არის ინიციატივა მე შესული, რომ ამ ადგილს, თბილისის ისტორიულ ადგილზე, მართლაც უნიკალურ ადგილზე, ამ ადგილს ეწოდოს ტოლერანტობის სკვერი, რომ ჩვენ ქართველები მართლაც საქართველოს მოსახლეობა ვამაყობთ სამართლიანად, რომ ჩვენთან არის მართლაც ჩვენთან არის საკმაოდ მაღალი დონის ტოლერანტული გაწყობა საზოგადოებაში. ევროპული თვალსაზრისით ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ არქიტექტურას, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ წესრიგს, ეს ნიშნავს ასევე პატივისცემას იმ სხვადასხვა წამსისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს. ვუერთდებით პოზიციას, რომ მოხდეს ინიციირება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის სრული დაცვით, რომ ამ ადგილს, ამ სკვერს დაერქვას ტოლერანტობის სკვერი. ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასულიერო პირებმა დღეს საქართველოში ტოლერანტობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. ჩვენ საზარზე იმო სიტუაცია ნამდვილად არ აქვს, როდესაც არსებობს სამთაწყარო, როდესაც არსებობს ჭელა. დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და მუსლიმებს არანაირი პრობლემა არ გქონია ტოლერანტობის კუთხით და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. მოსახლეობას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამ თავისუფლების განვითარებას. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს მიუხედავად სხვათგან განსხვავებულობისა, კონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი მდიდარი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებული ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის პატივისცემა, მიღება და გაგება აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ასაშენებლად. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან. ასევე მუსულმანები, ასევე სხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენლები. და ქართველი ადამიანი მუდამ იწვენ და შეიწყნარებდა მათ. ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში. დეპუტატებმა შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართეს და ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ცალკეული შემთხვევები ბუნებრივია, ყოველთვის ყველა საზოგადოებაში იყო და იქნება, მაგრამ საზოგადოება, უმრავლესობა და ხელისუფლება, როგორც საზოგადოების და ხალხის ხელისუფლების ნების განმახორციელებელი, უნდა ატარებდეს სწორედ ამ ტოლერანტობის ხაზს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ანსამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.